ყველა ადამიანს გარდა საერთო საზოგადო დროისა, რომლის ბუნებად საბოლოოდ შესწავლილი და გამორკვეული კი არ არის, მაგრამ არსებითად მაინც ყველასთვის ერთნაირია, აქვს თავისი საკუთარი დროც და აი ამ მეორე, ანუ საკუთარი დროის მსვლელობა, ნელა, ჩქარა, გასვლა, სულაც გაჩერება სულიერი თვითონ აღმქმელი სულიერი მდგომარეობით არის გაპირობებული. ზუსტად ასევე ადამიანს ზოგჯერ აქვს თავისი ეპოქა, რომელშიც იგი რეალურისაგან განსხვავებით წარმოსახვით ცხოვრობს ხოლმე. ხოლო რამდენად განიცდის, რამდენად სწორად აღიქვამს მოვლენებს, რამდენად ასე ვთქვათ, შერწყმული იმ ხანასთან, ეს უკვე მისი წარმოსახვის სიმძაფრეზეა დამოკიდებული. ჩემთვის ასეთი შინაური მშობლიური ეპოქა მე-19 საუკუნეა, რომელშიც მე დრო და დრო სულითა და გულით გადავსახლდები ხოლმე, ხანდახან ასე მგონია, რომ ფიზიკურადაც კი და საერთოდ მე მგონი ეს ეპოქა ჯერ საერთოდ არ დამთავრებულა. საგანგებოდ არ გამოვიყენე გამოთქმა საყვარელი დრო, იმიტომ რომ მე-19 საუკუნე სიყვარულის გამო არ ამომირჩევია და საერთოდაც არ ამომირჩევია. ახლა ძალიან პათეტიკური და მაღალფარდოვნება გამომივა, რომ თქვა საუკუნე თვითონ ამომირჩია, მეთქი ამიტომ ამას არ ვიტყვი, არა, უბრალოდ თავისთავად, რაღაც უნებურად მოხდა მე-19 საუკუნის შემოსვლა ჩემში, ჩემი გადასახლება მე-19-ში. ჩემია, ჩვენია, ჩვენი ქვეყნის მე-19 საუკუნე, თავისი ტრაგედიით, თავისი საფიქრალით, პასუხგაუცემელი შეკითხვებით, მწუხარებითა და სიხარულით, იმედებითა და სასოწარკვეთილებით, კამათით, ბრძოლით, მიწვდომოწვდომით, გაუნელებელი სევდით. იყვნენ, ცხოვრობდნენ. ჩვენ არ გვიცნობდნენ, ჩვენ ვერ გვხედავდნენ, ჯერ არ გაჩენილნი მათ თვალსაწიერზე როგორ გამოვჩნდებოდით. ახლა ისინი აღარ არიან, თვალს მიეფარნენ, ჩვენ ვეღარ ვხედავთ, მაგრამ რა თქმა უნდა, არ გამქრალან. ჟამიჟამ თითქოს ძალიან შორს, არა და აგერ ერთი ხელის გაწვდენაზე ჩაანან, თავს შეგვახსენებენ, გაგვამხნევებენ, შეჭმუხდნილნი თუ ღიმილიანი სახით შემოგვანათებენ და ცხადი ხდება ისედაც ცნობილი ჭეშმარიტება. ამ ქვეყნიური არსებობის ჟამსაც ჩვენ მომავალ ქართველებს გვხედავდნენ, გვგრძნობდნენ, ჩვენთვის ზრუნავდნენ და ჩვენი ქვეყნის უსასრულო და უსრულებელი მომავლისთვის. აი ამ წიგნს, რომელსაც ქვია ჩვენი მე-19 საუკუნე, ძალიან პრაქტიკული დანიშნულება აქვს, ეს გახლავთ ლექციების კრებული და დაწერილია სტუდენტებისთვის, ამ ეპოქით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის. ამ ერთობ მიწიერი დანიშნულების წიგნისთვის ასეთი შესავალი თუ ვინმეს აღმატებულად მოეჩვენოს, ვთხოვ მაპატიოს, იმიტომ რომ ეს ჩემი დამოკიდებულება ამ ეპოქის მიმართ და სხვა არაფერი. ახლა უშუალოდ წიგნის შესახებ. მასში 13 წერლის ცხოვრებასა და შემოქმედებაზეა საუბარი, ეს არის მე-19 საუკუნის პირველი ნახევრის მოღვაწეები. აი ასეთი მიმზიდველი გარეკანი მხატვარ კარლო ფაჩულიას დამსახურებაა, რედაქტორია როსტომ ჩხეიძე, რომელსაც მსმენელის წინაშე განსაკუთრებული წარდგენა არ სჭირდება და რომლის მზრუნველი ხელი თითოეულ გვერდს, თითოეულ სტრიქონს ეტყობა. თითქმის 20 წელია სოხუმის უნივერსიტეტში ახალი ქართული ლიტერატურის ისტორიას ვკითხულობ. აი ამ გამოცდილებამ გამათამამა და წამოქეზე ამგვარი სახელმძღვანელოს გამოსაცემად, ოღონდ რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, შთამაგონა არა ჩემი ერთ წაკითხულმა ლექციებმა, არამედ ახალგაზრდობაში სტუდენტობისას სოხუმში მოსმენილმა ლექციებმა. წიგნის აგებულება ასეთია. სანამ უშუალოდ წერლებსა და მწერლობაზე დავიწყებდე საუბარს, ვცდილობ დავხატო საზოგადოებრივი პოლიტიკური გარემო, რომლისთვისაც გაჭირდება მხატვრული ნაწარმოებების შესწავლაც. შევეცადე განსაკუთრებული ყურადღება დამეთმო 1832 წლის შეთქმულებისათვის. მიმაჩნია, რომ როგორც სანიშანსვეტო მოვლენა, იგი ახალგაზრდებმა კარგად უნდა შეისწავლონ, საკითხთან დაკავშირებით არსებული სპეციალური ლიტერატურითაც დაინტერესდნენ, ბიოგრაფიული რომანებიც წაიკითხონ და საერთოდ განიცადონ, შეაფასონ და შეძლების დაგვარად გაითვალისწინონ. ევროპაში ჩვენზე ადრე გავრცელებული ლიტერატურულ მიმდინარეობებზე საუბარი გარდაუვალია, რათა შევძლოთ რომანტიზმის მთელი ხიბლისა და თავისებურებების დანახვა. ოღონდ ცხადია, მხოლოდ თეორიული კურსი ამ შემთხვევაში საკმარისი არ არის. მინახავს ყმაწვილების გაცისკროლებული თვალები, როცა სოლომონ დოდაშვილის ღვაწლს ეცნობიან. ფილოსოფოსი, რედაქტორი, მწერალი, მასწავლებელი, ორატორი, პოლიტიკოსი, 32 წლის შეთქმულების ერთ-ერთი სულის ჩამდგმელი და მეთაური, ყველაფერში საუკეთესო, ყველა ასპარეზზე გამოჩინებული, საკუთარი ხელწერის მქონე, ტრაგიკულად აღსრულებული ახალგაზრდა კაცი ბუნებრივად იწვევს ნებისმიერი ქართველის და მით უმეტეს ყველაზე წრფელი თაობის წარმომადგენელთა გაოცებას, აღფრთოვანებას, სინანულს და სიამაყეს.
როცა ისმენენ მაშა რაისთვის ცოცხალ ვართო, ასე მგონია დიდი წინაპრის სულისკვეთება გადაედებათ ხოლმე მათაც. მეც ჩემი მხრივ ძალიან ვეცადე, რომ სწორედ ეს გადამდები განცდა ასახულიყო წიგნშიც. აქვე მკითხველი გაეცნობა ალექსანდრე ჭავჭავაძისა და მისი ოჯახის წევრების, ცოლ-შვილის, შვილიშვილების, საინტერესო მღელვარეთა გადასავალს, გრიგოლ ორბელიანის ხანგრძლივ წინააღმდეგობებით აღმოჩნილ ბიოგრაფიას, ნიკოლოზ ბარათაშვილის მოკლე, მაგრამ უაღრესად ღრმა და შინაარსიანი წუთისოფლის აღწერას. ამ და სხვა მოღვაწეთა შეფასების ერთადერთი კრიტერიუმი მათი ნამოღვაწარი, მათი დატოვებული სიტყვა, გავლილი და ამბეჭდილი კვალია. კვალი ნათელი, კვალი შთამბეჭდა. წიგნში არანაკლები ადგილი აქვს დათმობილი საბჭოური კრიტიკის მიერ ეგრეთ წოდებულ დეკადენტ რომანტიკოსებად შერაცხული მწერლების, ალექსანდრე და ვახტანგ ორბელიანების, სოლომონ რაზმაძის, მიხეილ თუმანიშვილის, გრიგოლ რჩეულიშვილის ცხოვრებასა და შემოქმედებას. ძნელია და თითქმის შეუძლებელი მათი ღვაწლის, დამსახურების, სტილის, თემატიკის, მოკლედ თითო წინადადებით გადმოცემა, დახასიათება. ალექსანდრე ორბელიანის მთლიანი, ერთიანი, მონოლითური პიროვნება დღესაც და ალბათ მომავალში ზნეობრივ ორიენტირად უნდა დავუსახოთ ახალგაზრდობას. ვერ გატეხეს, ქედი ვერაფრით მოადრეკინეს. სიცოცხლის ბოლომდე პროტესტანტად, მეამბოხედ, დისიდენტად დარჩა. სამშობლოს განსხვავებულად სიყვარული ანდერძითაც გამოხატა. როცა საქართველო გათავისუფლდება საფლავში ჩამომძახეთო. მისი შემოქმედება კიდევ მრავალ ჭრილში გახლავთ შესასწავლი და გასააზრებელი და ბედნიერი ვიქნები თუ ეს წიგნი ვინმეს მისცემს იმის ბიძგს, რომ და წააქეზებს მომავალი კვლევისთვის. თუნდ ვახტანგ ორბელიანი როდი ყავს დასავიწყებელი, სამშობლოსგან მოშორება სასჯელად რომ გადაგცევდა. რაც ვიტანჯები და ვისჯები შორს ყოფნით შენით, ისიც ის ერთმა მაღლა ღმერთმა არ ითქმის ენითო. მოთქვამდა საკუთარ და ქვეყნის ბედს დასტიროდა ერთდროულად და თავისუფლების ჰიმნს აღავდნდა. ნუ დაუტყვევებთ კაცს აზრსა, თუნდ იყოს არამცნებისაო, ბევრით ჯობია სიკვდილი სიცოცხლეს გალიაშია. გულწრფელად გვიზიარებდა ნაფიქრსა და განცდებს. სამწუხაროდ ახალგაზრდები დღეს თითქმის სრულიად არ იცნობენ შესანიშნავი პოლიტიკური არაკის დათვი და ცხვარი და სხვა მშვენიერი ლექსების ავტორ სოლომონ რაზმაძეს. პირველი თეატრალური კრიტიკოსი, ბარათაშვილის გიმნაზიის დროინდელი მეგობარი მიხეილ თუმანიშვილი ხანდახან მე-20 საუკუნის დიდ თეატრალურ მოღვაწეში რეჟისორ მიხეილ თუმანიშვილში ერევათ. ერთდროს ძალზე პოპულარული მწერლის გრიგოლ რჩეულიშვილის არც ლექსები და არც პროზაული ნაწარმოებები დღეს ბევრისთვის ცნობილი აღარ არის. ამ წიგნის მიზანი მათი შემოქმედების ამომწურავი გამოკვლევა კი არ გახლავთ, არამედ მკითხველში ინტერესის გაღვივება, წასაკითხად, მოსაძიებლად, შესასწავლად. მე-19 საუკუნის 40-50-იან წლებში ჩვენში ცვლილება დაეტყო სოციალურ ყოფასაც, სალიტერატურო პროცესსაც, შეიცვალა მმართველობის ფორმა და მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის მიზანი იგივე დარჩა, ქართველთა გარუსება, ქართულ სხეულში რუსული სულის ჩანერგვა, მეფის ნაცვლის, კერძოდ ვორონცოვის ლიბერალურმა პოლიტიკამ, მაინც გამოიღო ჩვენი ქვეყნისთვის სასარგებლო შედეგი. ვიმეორებ საკუთარი განზრახვის საწინააღმდეგო. ამ პერიოდში ქართველ მოღვაწეთა დაუოკებელი მცდელობით საფუძველი ჩაეყარა ბიბლიოთეკას, გამოიცა ჟურნალი, დაარსდა ქართული თეატრი, გაიხსნა იტალიური ოპერა და სხვა. კულტურის გამოცოცხლებამ ხელი შეუწყო ეროვნული თვითშეგნების გაღვიძებასა და სულიერების გადარჩენას. ზემოთ ჩამოთვლილ უმნიშვნელოვანეს 8 წლთაგან 2 ჟურნალ ცისკრის გამოცემა და თეატრის დაარსება გიორგი ერისთავის მცდელობით, მონდომებითა და ენერგიით აღსრულდა და რასაკვირველია, რომ ამ პიროვნების მისი ცხოვრებისა და შემოქმედების დახასიათებას წიგნში სათანადო ადგილი უჭირავს. ვერ დავივიწყებდით ცხადია კიდევ ერთ დრამატურგს, გიორგი ერისთავის სკოლის წარმომადგენელს, კომედიოგრაფს ზურაბ ანტონოვს. მისი ტრაგიკული აღსასრული შთაგონების წყარო გახდა ჩვენი თანამედროვე დრამატურგებისთვისაც. საინტერესოა ლავრენტი არდაზიანის რაოდენობით მცირე, მაგრამ ორიგინალური შემოქმედება და, რა თქმა უნდა, რაფაელ ერისთავის მრავალფეროვანი ლიტერატურული მემკვიდრეობა, რომელსაც ნათელ გვირგვინად ადგას სამშობლო ხევსურისა. ამ წიგნით ჩვენი წარსულის, ჩვენი ქვეყნის სიყვარულის აღზრდა მინდა ახალგაზრდებში. სიყვარულისა, რომელიც რა თქმა უნდა თითოეულ ჩვენგანში არსებობს როგორც ღვთისბოძებული, როგორც ღვთისსაჩუქარი, მაგრამ როგორც ყველა ღვთიურ ნიჭს, პატრიოტიზმსაც მოვლა სჭირდება ზრდა, წვრთნა, განვითარება, სულის ბერვა და ასე გადიადებულის გადაცემა მომავალი თაობისთვის. რათა ყოველთვის იდგეს და დარობდეს, არასოდეს არ გაქრეს ჩემი, თქვენი, ჩვენი ქართველების დრო.